რუსეთს აქვს ჰიბრიდული ომი გამოცხადებული ჩვენს წინააღმდეგ. იცით თქვენ, რომ ყველა მიმართულებით გვიტევს და გვიტევს. მათ შორის გვიტევს ქართულგვარიანი რუსების მიერაც, მხარიდანაც ქართულგვარიანი რუსები გვიტევენ და სამწუხაროდ ვაგლახ. ქართულგვარიანი რუსები ჩვეულებრივ საზოგადოებაში კი არ განფანტულან, არამედ ხელისუფლებად წოდებულ ბანდაში არიან და უმრავლესობა კი არ არიან, აი 100-დან 80, 100-დან 100, ვინც არის საქართველოს ხელისუფლებად წოდებულ ბანდაში, 100-დან 100 ქართულგვარიანი რუსი, ანუ რუსეთის სამსახურშია, მაშინაც კი თუ ვერ ხვდება, ვერ ითვალისწინებს კი არა, ვერ ხვდება, ვერ ჩახვდა იმას, რომ რუსეთს ემსახურება და არა საქართველოს. ეს არის სამწუხაროდ, თორე ქართულგვარიანი რუსები მიშა სააკაშვილის ხელისუფლებაშიც იყვნენ ნაკლებნი ვიდრე შევარდაძის ხელისუფლებაში. შევარდაძის ხელისუფლებაში ხო იყვნენ, მაგრამ იქ პროპორცია იყო დაახლოებით ასეთი: 100 ხელისუფალიდან 80 იყო ქართულგვარიანი რუსი და 20 კი პატრიოტი. მიშასთან იყო პირობითად 95 პატრიოტი და 5 ქართულგვარიანი რუსი. აქ სამწუხაროდ არის 100-ვე რუსი, კვლავ ვიმეორებ. დამოუკიდებლად იმისა, ისინი ამას ხვდებიან, ის სიგრძე განებენ, თუ არა რუსეთთან, რომ რუსეთის სამსახურში არიან. აი სწორედ ქართულგვარიან რუსთა ხელისუფლება აბლატავებს, ბოდიში ამ სიტყვისთვის, პირებს, რომლებიც გარშემო არიან და რომლებიც რუსულობას გვთავაზობენ, ვითომ და არ არიან ხელისუფლებაში და რეალურად არც არიან. ანუ ძალაუფლების კვერთხი კი აქვთ ხელთ უპყრიათ, მაგრამ აი ესე ფორმალისტურად არ უკავიათ რომელიმე თანამდებობა. ასეთი ახმამაღლებულები რატომ არიან იცით? ტიპები, ხაინდრავები და სხვები. იმიტომ რომ ირიბად, არაპირდაპირ, მაგრამ ქართული ოცნებისაგან ან ქართული ოცნების მომხრე თუ მხარდამჭერი ბიზნესებისაგან მისდით შავი თუ თეთრი ფული. რეკლამიდან ფული, ანუ თეთრი ფული, ან ესეთი ქეში, ასე ვიტყვი, რომ აი ოღონდ თქვენ იყავით, ოღონდ თქვენ იმაუწყებლეთ, მაგალითად მედია საშუალებაზე თუ ვილაპარაკეთ, ოღონდ თქვენ იყავით და ჩვენ აგე ხელისუფლების დავალებით, ხელისუფლების თხოვნით, ხელისუფლების კეთილი რჩევით გაძლევთ შავ ფულს ან თეთრ ფულს. და ესენი შესაბამისად აქვთ რა ტრიბუნა, უწყობენ ხელს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას, რომელიც არის რუსული და შესაბამისად უწყობენ ხელს რუსეთს. რუსეთი კი აგზელებს კვლავ ვიმეორებ, მათ შორის twin-თა რეცხვას, ანუ brainwashing-ს და ეს brainwashing-ი ყველა ფერზეა, ყველა მიმართულებით არის, მაგალითად იმაზე, რომ საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვერ შედგება. რუსეთის გარეშე ჩვენ არაფერი გვეშველება, რომ რაღაც საქართველო არ უნდა იყოს დასავლური სივრცის ნაწილი, მაგრამ ერთ-ერთი მიმართულება და ამ ბოლო ხანებში განსაკუთრებულად გამოკვეთილი არის ისტორიის რევიზია. და შესაბამისად რუსეთს მიაქვს იერიშები, დარტყმები იდენტობაზე. ანუ რაც არის ჩვენი იდენტობის ნაწილი. ერთ-ერთი საუკეთესო თავადაც ვერ ხვდება შესაძლოა, თუმცა მე მგონია რომ შესანიშნავად ხვდება, მე მგონია რომ შესანიშნავად იცის, მე მგონია რომ ეს ყველაფერი რაღაც სისტემაშია მოქცეული, ერთ-ერთი პროპაგანდისტი, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი სპიკერის მისია აქვს მორგებული, მისიას ასრულებს თითქოს და როლი აქვს მორგებული, არის გია უცნობი გაჩეჩილაძე, რომელიც ყოველდღიურად პრაქტიკულად გვთავაზობს მარგინალურ არასწორი სიტყვა, კატასტროფულად არასწორი სიტყვა, რუსულ აზრებს. ამიტომაც მე ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილი აზიარებს და შესაბამისად ტირაჟირება ხდება არა მხოლოდ მათი მხრიდან, არამედ ჩვენი მხრიდანაც მისი მარგინალური და კატასტროფული და ანტისახელმწიფოებრივი აზრებისა. მე სულ არ დავუთმობდი ახლა უცნობს ძვირფას 15 წუთს უხეშად. მაგრამ ხანდახან მეც რომ შემომხვდება ხოლმე, რასაც უცნობი ამბობს, გვერდს ვერ ვუვლი, ვერ ავუვლი და წარმოუდგენელია, რაღაი გავრცელებულია ამაზე კომენტარის მაგან თავ შეკავება. ბიზნა ივანიშვილმა ამასაც ვიტყვი ბარემ ორი საქართველო ჩამოაყალიბა. რუსეთმა ორი საქართველო ჩამოაყალიბა. ერთი ილუსტრირება მოხდა, ანუ ერთი არის რუსთა საქართველო, რუსების საქართველო, ქართულგვარიანი რუსების საქართველო და უცნობი გაჩეჩილაძე
მათ სიაშია და მეორე არის პატრიოტთა საქართველო. რუსები ცდილობენ, რუსი ქართველები ცდილობენ რუსეთთან საქართველოს დაახლოებასა და შესაბამისად დასავლეთისაგან საქართველოს დაცილებას. პატრიოტები პირიქით ცდილობენ, რომ საქართველოს დასავლეთს დაუახლოვდეს, დასავლეთის ორგანული ნაწილი გახდეს. პატრიოტები იბრძვიან თავისუფლებისთვის, ისინი იბრძვიან მონობისთვის. ვინ არის უმრავლესობაში? ხა მათ რო გკითხო, ისინი არიან აი 3,500,000 მოქალაქეა თუ ამორჩეველია ხო ჩვენთან? ისინი ამბობენ, რომ მაგალითად რაღაც 3 მილიონი მათ უჭერს მხარს, ბიზნესი ასე ფიქრობს და სულ რაღაც 500,000 მოქალაქეა მის წინააღმდეგ, მაქსიმუმ 700,000 თქვა. ჩვენ პირიქით მგონია, ჩვენ მგონია, რომ ჩვენ ვართ რაღაც 2,800,000 და მათი ამორჩევლების რაოდენობა არის მაქსიმუმ 500, 700,000, ხო, ან ამდენი საიდან არის, მაგრამ მაინც. იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ ვართ უმცირესობაში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბრძოლა უნდა შევწყვიტოთ. ჩვენ კარგად უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ვიბრძვით არა მხოლოდ ილია ჭავჭავაძის საქართველოსთვის, არამედ მომავალში რომ დაიბადებიან დიდი ქართველები, რომ უნდა დაიბადონ და აღიზარდონ და წარმოჩინდნენ იმ მომავალი თავისუფალ ქვეყანაში გაზრდილი ქართველებისთვისაც ვიბრძვით ჩვენ, ანუ თავისუფლებისთვის. ისინი იბრძვიან რუსული საქართველოსთვის. ამიტომ იმ შემთხვევაშიც კი თუ სიგიჟეს ვიტყვით, რომ ბიზნეს მომხრეთა რაოდენობა დღეს არის პირობითად რაღაც 2,300,000 ან მართლა 1,100,000, როგორც ამბობენ, ხო? არჩევნებში ამდენმა მოგცა ხმაო, 1,100,000 და ჩვენი არის არაუმეტეს 700 თუ 600 თუ 800,000-ისა. ამ შემთხვევაშიც კი ჩვენი ბრძოლა არ უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ ჩვენ ხვდებით, რომ ესენი ხუპავენ, ეს 1,100,000 თუნდაც, ან მათი ხელმძღვანელები, ანუ ლიდერები, ბიზნეს გარშემო მყოფები ხუპავენ ქვეყანას. ხუპავენ ყველა თვალსაზრისით, ანუ ყველა ცალკეულ სფეროებს, რაღაც განათლებას, კულტურას, ჯანდაცვას, თავდაცვას და ასე შემდეგ, მაგრამ ასევე ამ ქვეყანას შიგთავს აცლიან, გამოფიტეს, გამოშიგნეს, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, ეს ქვეყანა მისი სულისკვეთება და ჩაკლეს, არ კლავენ უფრო ზუსტი რომ ვიყო, სულს და იდენტობას უკარგავენ ამ ქვეყანას. ხსენებული გია უცნობი გაჩეჩილაძე ერთ-ერთი პატარა, მაგრამ იარაღია ბიზნეს და შესაბამისად რუსების ხელში. კვლავ ვიმეორებ, მე მგონია რომ აცნობიერებს, ის იგრძე განებს ამას, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ ვერ აცნობიერებს და ვერ ისიგრძე განებს, ეს ლუსტრირებული კაცი ჩემი აზრით, ხო, ნუ რა ვქნათ ახლა. ამ მნიშვნელობა აქვს საბოლოო ჯამში. ყოველდღიურად გვთავაზობს ის საკუთარ დიალოგებს სხვებთან და მონოლოგებს მანამდე და ვერ აცდები ხანდახან მაინც. შეუძლებ წარმოუდგენელია რომ კომენტარი არ გააკეთო. ეხლა გუშინდელი თუ გუშინწინდელი თუ 2 დღის წინანდელი და პრინციპში რა მნიშვნელობა აქვს. ვიდეო ბლოგი გააკეთა კი არა, ესეთი საკუთარი მონოლოგი ჰქონდა მარო მაყაშვილზე. ანუ ილიაზე ხო ჰქონდა, რუსთაველზე ჰქონდა, კიდევ ვიღაცებზე ჰქონდა რაღაცებზე და ვეცადე და მოვახერხე და არც ერთზე ილიაზე რომ რაღაცეები იბჟოტიელა, არაფერი არ მithქვავს. იმიტომ რომ სხვა თემებიც იყო აქტუალური და მეთქი ხა გადავერთვები სხვა თემაზე უცნობზე რატო უნდა დავხარჯო ჩემი ძვირფასი და თქვენი ძვირფასი დრო მეთქი, მაგრამ აი მარო მაყაშვილზე რასაც ამბობს, იმას კი ვერ ავწდი. არადა რამდენი მაქვს ალაპარაკო ირანზე, უკრაინაზე და სხვა თემებზე. ვერ ავწდი ამას და აგე მეორე ვიდეო ბლოგია დღეს. ეხლა ნახეთ რას ამბობს უცნობი გაჩეჩილაძე. ჩავრთოთ თავიდან. ხო, ეხლა მინდა კიდე ერთი წამით მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე იყო გუშინ. უყურეთ ხალხო. ძალიან ყურადღებით მომისმინეთ. დიდარია ქართული ენა. მარო მაყაშვილი კი არ გარდაიცვალა ლოგინში. მძიმე დავადმყოფი და უძლურებული. მარო მაყაშვილი დაიღუპა და ალბათ ესეც არ არის სწორი სიტყვა. მარო მაყაშვილი მოკლეს. მარო მაყაშვილის გარდაცვალება ან ნებისმიერი იმ პირისა, რომელიც არაბუნებრივი სიკვდილით მოკვდება, მოკლავენ. წარმოთქმა სიტყვისა გარდაიცვალა არ არის სწორი. გია უცნობი გაჩეჩილაძე მისევე როგორც ბევრმა ვინც ბიზნეს ფრთებქვეშ არის გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ეს არ იციან. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ იციან, ამასაც აბსოლუტურად შეგნებულად
არ ვიცი უცნობმა იცის თუ რა ამ სიტყვას აბსოლუტურად შეგდებულად წარმოთქვამენ უკვე შემდგომ სიტყვას გარდაცვალება არ ხმარობს ვიქნები გულახდილი გია უცნობი გაჩილაძე მაგრამ რასაც ამბობს კიდე უარესია რასაც ამბობს და როგორც ამბობს ზუსტად ისეთ იმას ვამჩნევ ხოლმე რა გოგოსთან დაკავშირებით ხო რომ რაღაცა აი თითქოს ამათ უნდათ მიწებება ეხა ამას რომ აი რუსეთს ებრძოდა და რუსეთმა მარო მაყაშვილი რუსეთმა კი არ მოგვიკლა მარო მაყაშვილი მოგვიკლა იმ ხელისუფლებამ რა ანუ მარო მაყაშვილი მოუკლავს იმ ხელისუფლებას რომელმაც გარკვეული და არასრული წინააღმდეგობა გაუწია 1921 წლის თებერვალში შემოსულ რუსებს. ანუ ამისეული გაგებით და ეს ხო მარტო არ არის ამ ამბავში. გამობიძინებულია თავადაც, გამოაბიძინებს მის აუდიტორიას და ბიზინა პირდაპირ იდიბათ მარცხნიდან მარჯვნიდან რა მნიშვნელობა აქვს აკონტროლებს, ანუ ფულს აძლევს. ვერ დავამტკიცებ ამას რომ ფულს აძლევს, მაგრამ საიდანაც აქვს შემოსავალი ეს ყველაფერი ეს ხაზი მიდის ბიზინამდე, რომ ვიკვლიოთ. გამოვიკვლიოთ. არც ვერც იმას დავამტკიცებ, რომ ამას კარდა ხობს ბიზინა ივანიშვილი. მაგრამ ბიზინა ივანიშვილი ქმნის გარემოს, რომელშიც ამგვარი სპიკერები არსებობენ და ამგვარი სპიკერები ჯერ ამბობენ, რომ გარდაცვალება მოხდა მარომაყაშვილისაო. და მერე ამბობენ კიდე უარეს, გარდაცვალება შეიძლება წამოსს და მართლაც არ იცის, რომ ამას არ ქვია, ამას მარომაყაშვილი კი არ გარდაიცვალა ლოგინში, არამედ დაიღუპა ომში. უარეს ამბობს ამაზე. იქ ამბობს ესეთ რამეს, რომ მარომაყაშვილი მოკლა იმ, ანუ პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ. ისევე როგორც გიორგი ეს მოგასმენთ თუ არ მახსოვს. როგორც ამ ხელისუფლებამ მოგვიკლა გიორგი ანწუხელიძე მოგვიკლა თურმე ამ, ანუ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება 2012-13 წლამდე არსებული იგულისხმება მოგვიკლა თურმე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება რას ამბობს გია უცნობი გაჩეჩილაძე და რას გიტენით თუ გვიტენის თავში რომ წინააღმდეგობა არ უნდა გავუწიოთ რუსებს რომლებიც შემოვლენ ღმერთმა დაგვიფაროს ან შემოვიდნენ და არ უნდა გაგვეწია ზელენსკი მტერია იმიტომ რომ წინააღმდეგ უკრაინელებსა იმიტომ რომ წინააღმდეგობა გავუწია მას უნდა დაეთმო ტერიტორიები, მას უნდა გადაელოცა თუ გადაეცა ამ ტერიტორიებზე მოსახლე ადამიანები, მოქალაქეები უკრაინისა, დამოუკიდებელი უკრაინისა რუსეთისათვის და ერთი ბელტი, ერთი გოჯი, ერთი კვადრატული მეტრი, ერთი კვადრატული კილომეტრი მიწა კი არა, მთლიანად 5 რეგიონი, 3 რეგიონი თავდაპირველად. ანუ დონეცკი, ლუხანსკი და ყირიმი უნდა მიეცა რუსეთისათვის და ოღონდ რო კითხო უცნობს გურიაში რომ შემოვიდნენ პირობითად სამეგრელოში, კახეთში თუ რაჭაში და მოითხოვონ სვანეთი თუ სამცხე ჯავახეთი რუსებმა ჩვენ უნდა გადავცეთ თუ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ და მე გეტყვით რომ ესენი უცნობი და უცნობს ვინჩივის მისი ნაჩალნიკები საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებიდან პირდაპირ თუ ირიბი ნაჩალნიკები გეტყვიან რომ რასაკვირველია უნდა გადავცეთ აბა ხო არ შევახოცავთ გურულებს, მეგრელებს, კახელებსა თუ სვანებს, რუსებს და ასე უნდა გავიგოთ ჩვენ რომ თუ შემოვიდა სამეგრელოში აუცილებლად მოითხოვს გურიას. თუ შემოვიდა აფხაზეთში ის აუცილებლად მოითხოვს რაღაი შემოვიდა, ის მოითხოვს სამეგრელოს და გაფართოებას და გაფართოებას საკუთარი იმ საზღვრებისა, დე-ფაქტო საზღვრებისა, რომლებშიც ის არსებობს კავკასიის რეგიონში. გიორგი ანწუხელიძე კიდევ ერთი ამბავი და მარომაყაშვილი ასევე უნდა გავიგოთ ან მათ უნდა გაიგონ თორემ მე რა უნდა გავიგო ან ჩვენ რა უნდა გავიგოთ რომ ადამიანი თავის არჩევანს თავისით აკეთებს ნოე ჟორდანიამ თუ ნოე რამიშვილმა კი არ უბიძგეს მარომაყაშვილს ხო ბოდიში მარომაყაშვილს ბრძოლა კი არ დაავალდებულეს არამედ თავად მიიღო გადაწყვეტილება ახალგაზრდა ქალბატონმა გასული საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში რუსების წინააღმდეგ ბრძოლისა გიორგი ანწუხელიძემ თავად მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ებრძოლა რუსების წინააღმდეგ და გიორგი ანწუხელიძისაგან განსხვავებით პირობითად წარმოვიდგინოთ, გია გაჩეჩილაძე რომ დაეჭირათ, ფეხებით შედგომოდნენ და ეფურთხებინათ ზედ
ხო? გია გაჩეჩილაძე როგორც ჩანს გადააბიჯებდა ქართულ დროშას, დააფურთხებდა ქართულ დროშას, გადათელავდა ქართულ დროშას და შესაბამისად იქნებოდა ცოცხალი. აი ასე გამოდის, ხო? იქ როდესაც აწამებენ გიორგი ანწუხელიძეს, მიშა სააკაშვილი ტელეფონზე ხო არ ურეკავს? და ხო არ ეუნება რომ დროშას არ დააფურთხო. ის თავის გადაწყვეტილებას იღებს. იმის დაობაზე რომ დროშას არ დააფურთხოს, დროშა არ გადათელოს, საქართველოზე არ თქვას უარი, თავისუფლებაზე არ თქვას უარი. გია გაჩეჩილაძე როგორც ჩანს სხვა რამეს გააკეთებდა და არა მხოლოდ გია გაჩეჩილაძე უცნობი, არამედ ვოლსკი, სუბარი, ალბათ არ შევეხები. არის პაპუაშვილი, დიმიტრი სამხარაძე, ზარქუა, ეს მაჭავარიანი როა, რომ ბლატაობს ის ტიპი თუ მეორე კი ცხალია და კიდევ ვიღაცეები. რომლებიც ამ ხელისუფლებაში პარლამენტში თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში არიან. და იმიტომ გააკეთებდნენ დამატებით რომ ბიძინა ივანიშვილი მოუწონებდა ამგვარ ნაბიჯსა თუ გადაწყვეტილებას და ამგვარ ქმედებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ მაყაშვილი მოკლეს რუსებმა. მეცაც გეტყვით, ხო ვერ დავამტკიცებ, მაგრამ 99 წლის ოქტომბერში 13-ში მერაბ კოსტავა დაიღუპა. მერაბ კოსტავა მოკლეს რუსებმა. ვერ დავამტკიცებ, იმიტომ რომ კგბ-ს თუ ფსბ-ს არქივებთან ჩვენ არ აგვაქვს წვდომა და არ აგვაქვს არანაირი მადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ მოკლეს რუსებმა. თუ ზვიერ გამსახურდია მოკლულია, მოკლეს რუსებმა, ალბათ მოკლულია. მე მჯერა ყოველს, მე ესე მგონია ყოველს თქმაში. გიორგი ანწუხელიძე მოკლეს რუსებმა. და ამით შექმნეს ერთმანცმა რობაყაშვილმა, მეორე მერაბ კოსტავა, მესამე ზვიერ გამსახურდია ილია ჭავჭავაძე მოკლეს რუსებმა. 907-ში. აქ რაღაცეები რო იბჟოტიალა, რომ თურმე ახალგაზრდა თაობასთან დაპირისპირების გამო მომხდარა. კვლელობა 1907-ში ილია ჭავჭავაძის ამან რო იბჟოტიალა. ესეც რუსული სცენარია, რუსული ჰიბრიდული ომია, რომ შენ ახალგაზრდა ან ჩვენ ახალგაზრდობას უთხრან რომ იცით რა, დაპირისპირება, რომელსაც სხვა შორის თავად აღრბავებენ, ეგრა მაგის პასუხია. დაპირისპირების გამო მოხდა ილიას კვლელობა. არა, ილიას კვლელობა მოხდა, იმიტომ რომ ილიას მიხავდა საქართველოს დამოუკიდებლობისაკენ. და მე ვემხრობი იმ ვერსიას, რომ პატარა იმერელი ბიჭი იყო სერგო ორჯონიკიძე სწორედაც რომ. დაპირისპირება კი არ მოხდა სერგო ორჯონიკიძესა და ერთის მხრივ და მისავე მხარეს ფილიპე მახარაძესა და ილია ჭავჭავაძეს შორის. ფილიპე მახარაძე მონაწილეობდა ამ კვლელობაში. არამედ იმის გამო მოხდა მკვლელობა, რომ ილიას უნდოდა დამოუკიდებელი საქართველო. და სერგო ორჯონიკიძეს გია გაჩეჩილაძის არ იყოს, არ უნდოდა, მე 10 ხარისხოვანი იყო თუ საერთოდ რამ ხარისხოვანი იყო, რომელიმე ხარისხოვანი იყო, სერგო ორჯონიკიძისთვის არ იყო საერთოდ, თუ მისთვის საქართველოს დამოუკიდებლობა რომელიმე ხარისხოვანია, 23 ხარისხოვანია, პაპუაშვილისთვის 77 ხარისხოვანია. და რაც თავარია, მარობაყაშვილი წავიდა შეგნებულად ამ ომში, იმ ომში, გიორგი ანწუხელიძე წავიდა შეგნებულად იმ ომში და ყველა მიცოდა რომ შეიძლებოდა არ დაბრუნებულიყო სახლში ცოცხალი, მაგრამ თავი უნდა შეეკლათ მტრისათვის. ერთ წამს თქვენი სტებართვით მეორე თემაც მინდოდა გამეკეთებინა და ერთ ვიდეო ბლოგში მოვაქცევ ბარემ. შორტი ჩავწერე სხვა შორის მეორე თემაზე. ანუ გაჩეჩილაძეზე ამოვწუროთ და ვისაუბროთ ვაშაძეზე, გრიგოლ ვაშაძე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, დამოუკიდებელი და მიშას დროინდელი საქართველოს. ის ამბობს, რომ მიშა უნდა წავიდეს პოლიტიკიდან, იმიტომ რომ დიდი მოღვაწეა ისედაც და ასედაც მან რაღაც შექმნა საქართველოს და თანამედროვე ვერ უარყოფთ. მაგრამ ასე თქმაც არ შეიძლება. რამ პირობით კი არ ამბობს გრიგოლ ვაშაძე. მიშა უნდა წავიდეს იმ შემთხვევაში თუ ბიზნეს წავა. არა, აპრიორი უნდა წავიდესო. ასე ბრძანებს მე პატარა ვიდეო მონაკვეთი, ვიდეო ეპიზოდი ვნახე. და ყურადღება მიიქცია სწორედ ამგვარმა ინტერპრეტაციამ, ამგვარად წარმოჩენამ თუ წარმოდგენამ საკითხისა. ჩვენ რო გქონდეს გარანტია იმისა, რომ მიშას გარეშე, რომელსაც მე არ მივტირი ცხადია, გრიგოლ ვაშაძე გარსირებით მეტად მისტირო და მისტირის ჯერაც. ჩვენ რო გქონდეს გარანტია, რომ მიშას გარეშე დავამარცხებთ ბიზნეს და ბიზნეს რეჟიმს, ამ შემთხვევაში რასაკვირველი ავყვებოდით გრიგოლ ვაშაძეს.
და მეტყოდით რომ ვიტყოდით რომ პრინციპში მართალია ბატონი გრიგოლი. მაგრამ ჩვენ ხო ეს გარანტია არ აგვაქვს. მიშა წავა, რომ წავიდეს, რომ დაუჯეროს. და ბიზინა რჩება და ბიზინა, რომლის მოწინააღმდეგეც არის ქართული ოპოზიციური სპექტრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. კარგები განაცუდები. მაგრამ მიშა არ არის გასულია პროცესი და ჩემი მოსაზრებით უფრო ძლიერია. იმიტომ კი რომ მივტირი. მიშას არა. შეცდომას გაცილებით ბევრს დავუთვლი მიშას, ვიდრე ვაშაძეები ერთად. არა, გიორგი ვაშაძეს არ გულისხმობ. ისე ზოგადად თქვი. ქემაინც ასე მაინც უნდა ჩამოყალიბებულიყო წინააღმდება. მიშა თუ ბიზინა თუ წავა, მიშაც უნდა წავიდეს. ან უნდა იყოს ეს რაღაც შეთანხმება ორ რაღაც მონსტრს შორის, ორ გამორჩეულ ლიდერს შორის 2003-დან 2012 წამდე 13 წლამდე ლიდერსა და 2013 წლიდან 2026 წლამდე ლიდერს შორის. მაგრამ ბიზინა რომ არ მიდის, ეს ხომ ვიცით, კარგად ხომ იცის გრიგოლ ვაშაძემაც. ამავდროულად, თუ ეს რამე კომბინაციის ნაწილია, მე არ ვიცი ხა ეს შეთქმულება მიშამ უთხრა რაღაცა გრიგოლ ვაშაძეს ესე თქვი, ოღონდაც კი გამიყვანონ საპატიმროდან კიევში ჩავალ, თუ უკრაინაში რაღაც ვიქნები სამი თვე, ჩუმად მე მეოთხე თვის მეორე კვირას დავიწყებ თავიდან ქმედებ, ეს არ ვიცი ხა. მე მაგ შეთქმულებებში ვერ შევდივარ და არ გონია რომ ესე იყოს. გულახდილად გეტყვით, ეს არის თვით ინიციატივა ბატონი ვაშაძისა. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ აი წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება გაანთავისუფლებს მიშა სააკაშვილს, იმ პირობით, რომ ის წავა პოლიტიკიდან. რაც წარმოუდგენელი მგონია, გასვლაც პოლიტიკიდან და განთავისუფლება მით უმეტეს. მაგრამ ნუ არ ვერ ხვდები მე რაღაცებს. გავიდა მიშა სააკაშვილი პოლიტიკიდან, თქვა ყოველ შემთხვევაში და გავიდა ქვეყნიდანაც და საპატიმროდან ხო გავიდა და გავიდა. ხო? ვინ თქვა რომ 3 თვეში, 4 თვეში, 5 თვეში მიშა სააკაშვილი არ დაბრუნდება პოლიტიკაში? და ვინ თქვა რომ არ უნდა დაბრუნდეს, ანუ საკუთარივე პირობა არ უნდა დაარღვიოს პოლიტიკიდან გასვლის თაობაზე. რა პირობებზე ვლაპარაკობთ, ქვეყანა ინგრევა. და ვინც ხმადაბალია ახლა და გვარები შემიძლია ჩამოვასახელო, მათ შორის გრიგოლ ვაშაძეც ხმადაბალია. რასაკვირველია, მას არ გრიგოლ ვაშაძე გახსოვთ? ხო მაგარი მინისტრი იყო. და მართლა მაგარი არ ვიცი, მაგრამ კარგი დიპლომატია, მართალია რუსული დიპლომატიური სკოლაა, მაგრამ მაინც კარგი, არა. საუკეთესო საგარეო საქმეთა მინისტრი არ ყოფილა. მაგრამ ეს რაფინირებული კაცია რაღაც, მოგაცრავად, პლატოკით გარე ჯიბეში. კოსტუმის გარე ჯიბეში მარცხნივ ალბათ. ხო? მიხრა ხელის ჩამორთმევა, თავის დაკვრა 34 ღერი ინგლისური და 58 ღერი რუსული იცის. ხო. მაგრამ სად არის ბატონი ვაშაძე? რატო არ მონაწილეობს აქცია, რატო არ წერს რამეს, რატო არ ვიდეოებს, რატო არ გვთავაზობს ინტერვიუებს, რატო არ აძლევს რაღაც მკვეთრი, რატო არის და ასე შემდეგ. ვაშაძე გრიგოლი დაამარცხებს ბიზინა ივანიშვილი. ან იქნება დასამარცხებელი სულაც არ არის ვაშაძის აზრით. აი ეს ორი თემა გავაერთიანი, ამ ორ პიროვნებაზე ვისაუბრე. უცნობზე, რომელიც ჰიბრიდული იარაღია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და ვაშაძე გრიგოლზე, რომელიც რა ვიცი, ბიზნეს რაც აწყობს, ჩემი მოსაზრებით, იმას ახმიანებს. ოღონდ იმიტომ კი არა მე მიშას მივტირი. არავითარ შემთხვევაში ასაკვირველია. გამოვიდეს, დამიჯდეს ინტერვიუზე და მექნება 400 არის ბევრი ალბათ რაღაცა. 50 ისეთი კითხვა, რომელზე პასუხებიც მას ჩემი მოსაზრებით გაუჭირდება. ყველა პერიოდზე მექნება კითხვები, ყველა მის გადაწყვეტილებაზე მექნება კითხვები. 58 კითხვა იქნება, რო ამბობს მაგალითად, რომ ჩემი ნეპალელი შვილიო, აი ეს რასაც რა სიტყვაა საერთოდ, თურმე ნიკუშას გულისხმობს რა ნეპალელი შვილი. ქართველია ის ახალგაზრდა კაცი. ეს ერთია. თურმე ნეპალში ცხოვრობს. მე რუსებს რო ამბობს, რომ მე უკრაინის მანამდე, მე უკრაინის მოქალაქე ვარ და მარტო უკრაინულად უნდა ვილაპარაკო. ხო, ესეც ასევე კიდე ისეთ რაღაცები ვიცი, რაზეც ბუნებრივია, ახლა არ ვილაპარაკებ, მაგრამ საჭიროებს თუ დამიდასტურდა, საჭიროების შემთხვევაში ვილაპარაკებ შეს ოღონდ გამოვიდეს, იმიტომ რომ ის პოლიტპატიმარია. ბოდიში, ერთი კითხვაც ბარემ. თუ მის ჯის შემდეგ
ბაჩიაშვილთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, ხო ვწდები რა მე ხორბაჭარბებ და მოითხოვა აღკვეთი ღონისძიების შეცვლა და მერე უკვე საპროცესო შეთანხმებით გამოვიდა ბაჩიაშვილი, იმიტომ რომ ვიზიწელი ითანამშრომლა გამოძიებასთან უფრო ზუსტი რომ ვიყოთ ბიზნეს მისცა 600-700 მილიონი, ანუ ეს არის თანამშრომლობა. ბიზნესზე ხო ვართ გადართულნი, ბიზნესა ოღონდ გამდიდრდეს და მეტი ფული გქონდეს. მისცა ბიტკოინები 700-600 მილიონის თუ 800 მილიონის, 1000 მილიარდის, ხო? თქვათ. და პროკურატურამ ამის კანონიერი თუ არ ვიცი სიმართლე გითხრათ იურისტებმა განმარტონ ეს გადაწყვეტილება მიიღო და სასამართლოს მიმართა და შეიცვალა აღკვეთი ღონისძიება. მისასთან იმართებაში აღკვეთი ღონისძიება უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ ის ითანამშრომლებს მან უნდა ითანამშრომლოს ვაშაძისეული გაგებით გეკითხებით, თორემ მე რომ შესანიშნავი პასუხი მაქვს ამასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა ითანამშრომლოს ხდება. რო განთავისუფლონ, პოლიტიკიდან წავედი ეს არის თანამშრომლობა და პროკურატურა მიმართავს სასამართლოს და აღკვეთ ღონისძიებას უცვლიან. როგორ წარმოგიდგენიათ საერთოდ? ბევრს როგორ წარმოუდგენია. მე გია გაჩეჩილაძეზე ვლაპარაკობ და იმაზე რომ რუსული ჰიბრიდული იარაღია მოშვერილი საქართველოს წინააღმდეგ და აგე ვაშაძეც ისეთ რაღაცებს ამბობს, წარმოთქმს ხოლმე, გვიზიარებს ხოლმე რომ დიდი სხვაობა მასა და აი სულ არ მიდოდა ამის წარმოთქმა, მაგრამ მაინც გაჩეჩილაძის შორის კი პლატო კი აქვს. რა ქვია იმას, ვაშაძეს.